სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.g, გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მაისიც. გამარჯობა, როგორ ხართ? გაანადგურეს. ეს ხომ მაქსის კვლევაა, ამას არ ვაპირებ. გაანადგურებ. შენს გამო შარლოტამ ქალთევზა დაინახა. ისღა გვაკლია დანარჩენიც გაიგოს. ჩემი ბრალი არ არის რომ დაინახა. არა. იქნება ეს ყველაფერი დაგვეწვა. წინააღმდეგი არ ვარ. კარგია, კლეო. გოგონებო, უკვე ნახევარი შევისწავლე. ეს ძალიან ძვირფასი და დეტალური ცნობებია. ქალთევზებზე, ლუის, მან ჩვენზე არ უნდა გაიგოს. იმდენ რამეს უნდა გავეცნო. ეს სახიფათოა, უნდა გავანადგუროთ. კარგი. იქნებ ყველაფერი მაქსს დავუბრუნო. ასე ბევრად უსაფრთხო იქნება. კარგი? სულ ქალთევზებზე ვფიქრობ. შარლოტა, ამაზე ხომ მისაუბრეთ. ეს კოსტუმია და მეტი არაფერი, ქალთევზები არ არსებობენ. ვიცი. მაგრამ ნახე. დააბეჭდე იმ ძველი კინოფილმიდან. კარგად ერთობიან. ამაზე ვინმეს მოუყვები? მისმინე, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის? მინდა ვიცოდე ვინ იყო. სულ ესაა. იცი, მგონია რომ რაღაც არასწორს ეძებ. და ეს ისტორიები? ზღვა? ზუსტადაც, ეს უბრალოდ ისტორიებია. ხალხი მას არანორმალურს არ ეძახდა. მან იცის. მან ყველაფერი იცის. ეს უბრალოდ ვიღაც ბიჭია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მას მაქსი ქვია. სწორია, და როგორ გაიგე? გრეისის ერთ-ერთი ფოტოს უკანა მხარეს წავიკითხე. ის უნდა იყოს. მაქს სიყვარულით გრეისი. მან ეს მისთვის დახატა, მაგრამ რაღაც მოხდა და გადაცემა ვერ შეძლო. როგორი რომანტიულია, არა? ჰა, ალბათ. მე ვიპოვე მას. დამეხმარები? არა, არ შემიძლია. ვერ ხვდები? ეს გამოგონილია. შენ კი შეთქმულება გაქვს ჩაფიქრებული. არაფერი არ არის. აიღე ეს მაქს, გთხოვ. სპეციალურად მოგეცე რომ დაგხმარებოდე. თუმცა პირიქით მოხდა. ვიღაცა მამის შესახებ გაიგო და ფილმის ნახა. ეს უნდა შეგენახა. ჩემი ბრალი არ არის. ლუის, ხვდები მაინც რა ჩაიდინე. ქალთევზების საიდუმლოდ უნდა შეგენახა. ვიცი? ვინც ამის შესახებ შეიტყო ის გოგო? გოგოა? დიახ. ის არ დანებდება. ფრთხილად იყავი, კარგი? აიღე ეს მაქს. გთხოვ, გამომართვე. უნდა დაგელაპარაკო. ვიღაცაში გეშლებით. არ მგონია თქვენ ხომ მაქსი ხართ? გეცნობთ? არა, არ შევხვედრივართ. ახლა ვერ ვესაუბრებთ, თევზი მაცევარში უნდა შევინახო. იცნობთ? ეს თქვენ ხართ? როცა ახალგაზრდა იყავით. თქვენ ხომ იცით ეს ვინ არის, არა? არასოდეს მინახავს.
ბედნიერად. არა, თქვენი ცნობდით გრეისის. თქვენიც გიყვარდათ. მაპატიეთ, ეს შეცდომაა. გთხოვთ, უნდა ვიცოდე. ეს ბებია ჩემი იყო. და არ წავალ, სანამ ყველაფერს არ მომიყვებით. ლეო, დღეს სავსე მთვარია, ყველაფერი მოაწესრიგე? რა? მეგონა ამჯერად შენთან დარჩებოდით. არა, ეს წინა თვეში იყო. არ თქვა, რომ დღეს მარტო დარჩენა გინდოდა. არ მინდოდა მარტო დარჩენა. ისევ კამათობთ. მედი, კითხე. მამა, მინდოდა მეკითხა ამ საღამოს რას აკეთებ. იმიტომ რომ ემასა და რიკის მაპატია კლეო, შუა კვირაში არანაირი მეგობრები. ნუ ღალავთ. გავტეხ. ბებია, შენს მახსენებ. მართლა? დედა ამბობს, რომ ძალიან არ ვგავართ. განსხვავებული თმა და განსხვავებული თვალები გვაქვს. არა, საქმე ამაში არ არის. შენი მანერები, როგორ საუბრობ. როგორ რა? ასე ვთქვათ. გრეისის მსგავსად არ ნებდები. თუ კი რამეს ჩაიფიქრებ. ჯოდი. ასეთი რამ უკვე უთქვამთ. ეს კარგია. ამ თვისებით უნდა იამაყო. თავი არავის დაამცირებინა. როდესაც პატარა ვიყავი, ზღვაზე მიყვებოდა ისტორიებს. ხალხი ამბობდა, რომ ის გიჟი იყო. არა, ეს გიჟი არ ყოფილა. აი, მან ეს თქვენთვის დახადა, მაგრამ გადმოცემა ვერ შეძლო. გმადლობ. მითხარით. ეს სიმართლეა. ის მართლა ქალთევზა იყო? კი, ეს ნამდვილი ქალთევზა იყო. ძალიან ლამაზი ქალთევზა. დაუჯერებელია. შარლოტა მაქსის შესახებ იცის? მან მარტო მისი სახელი გაიგო. თუ მის პოვდანს შეეცდება? ვერ იპოვის. თუ იპოვის და რაიმე წამოწდება? არ წამოწდება. მას კვლევები დავუბრუნე და არავის არ დაელაპარაკება. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ? დამიჯერე, მაქს ვიცნობ. კერკეტი კაკალია. იმედია მართალი ხარ. კარგი, სავსე მთვარეს რა ვიყოთ? მამა ჩემთან მუშავ, ნუ ღალავთ. კიდევ რამოდენიმე საათი გვაქვს. ვიცუროთ? სავსე მთვარის წინ ძალიან სარისკო ხომ არ არის? ნუ ხარ მოსაწყენი. წავიდეთ. ბებია, შენი ძალიან კარგი მხატვარი იყო. კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ემოციები უდუღდა. მისი ბევრი ნახატი მაქვს, მაგრამ სახლში. ვერ წარმოგიდგენია მის გვერდით ყოფნა რას ნიშნავდა. ჯადოქრობის ნაწილი ვიყავი. ძალიან ახლოს იყავით, არა? სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. და ჯერ კიდევ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ქალთევზა იყო. ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიყვარდა. რა მაგარია. მაგრამ ეს როგორ მოხდა? მოდი ასე ვთქვათ, საჭირო დროს. საჭირო ადგილზე მაგია ხდება. ეს ძნელია ალბათ. ამდენი ხანი საიდუმლოს შენახვა. არავის მოუყვე. ნუ ღელავთ. არავის მოუყვები. შენ მე მომატყუე, ლუის. უკაცრავად? ყველაფერი იცოდი. რა ვიცოდი? ის რომ გრეისი ქალთევზა იყო. შარლოტა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს სისულელეა. ეს ფილმი მარტო ხუმრობაა და მეტი არაფერი.
მაქს ვესაუბრე. მან ყველაფერი მიამბო. მასზე და გრეისზე. იმაზე თუ როგორ ინახავდა ამას საიდუმლოდ ამდენი წელი. როგორ იპოვე? შენ გამოგყავი. მithვალთვალებდი. ვიცოდი რაღაც ჩაიფიქრე. ძველი ჩანთა გქონდა რომელიც მაქს გადაეცი. ლუის, შენ იცოდი რომ ბებია ჩემი ქალთაზე იყო. რატომ მიმალავდი ამას? შარლოტა, ყველაფერს ვერ მოგეყვები. კიდევ გინდა რომ ერთად ვიყოთ? რა თქმა უნდა. მაშინ რატომ არ შეგიძლია სიმართლე მითხრა? რატომ ატყუებ? მე კმარა ტყუილები. კმარა საიდუმლოებები. მომიყევი რა ხდება? არ შემიძლია. ასეც ვიცოდი. შარლოტა, მოიცადე. თავი დამანებე. მაგო. ნავი მჭირდება. ეცი რა არის ყველაზე კარგი ქალთავზობაში? ნელა ცურვა რიფის თავზე. ხუმრობ? სწრაფად ცურვა ყველაზე კარგი. თითქოს რეკლამაში ხართ ისე საუბრობთ. გოიანია სახლში წავიდეთ. კიდევ გვაქვს დრო. ლუის მინდა დავურეკო იქნებ დახმარება დაგჭირდეს. ხომ იცი, სავსე მთვარის გამო. კლეო, დაგავიწყდა, რა გითხარი? მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, მითხარი, დღეს ღამე რა მოხდება მნიშვნელოვანი? დღეს სავსე მთვარია. უნდა გამიგო. სავსე მთვარე? დიახ. ამას სკოლაში გავდივართ. სავსე მთვარის დროს ერთად უნდა ვიყოთ. ხომ ასეა? კი. სავსე მთვარე ასტრონომიასთანაა კავშირში, მაგრამ შენ ასტრონომიას არ სწავლობ. ბიოლოგიას სწავლობ. ეს დაკავშირებულია. საკმაოდ. გთხოვ, მამა. ერთად უნდა ვიყოთ. ხომ არ გინდა რომ ორიანი მივიღოთ? იმედია პრობლემები არ მექნება შენთან, როცა 16 წლის იქნები. ნახოთ. მადლობა, მამა. უნდა ვისაუბროთ, გოგონება. არ მითხრა რომ შენ სავსე მთვარის გამო მოხვედე. მართალი ვარ? ცუდი ამბავი მაქვს. შარლოტა უკან გამომყვა, როცა მაქსთან წავედი.
რა? ლუის, შენი ბრალია. შენ და შენი სულელური ქაღალდების. მაპატიეთ, მეგონა ჩუმად იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს იტყოდა. მან ხომ ეს საიდუმლოდ 50 წელი შეინახა. მაგრამ შარლოტას არ დაუმალა. ხო, ალბათ ასეა. და სადაა შარლოტა? ესაუბრე მას? არა. გიჩხუბეთ და ახლა არ მესაუბრება. სახლშიც არ არის. ვურეკავ და არ მპასუხობს. არ ვიცი სად არის. ვიპოვოთ. მოიცადე. მალე სავსემთვარეა. არ უნდა გახვიდეთ. რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს სადღაც იქაა და ქალთევზებზე იცის. უნდა ვიპოვოთ ის. და რას ვიზამთ? რას ვეთყვით? მოიცადეთ. მან ჩვენს შესახებ არ იცის, არა? არა, თქვენზე არაფერი უთქვამს. დარწმუნებული ხარ? ჰა, მაქს მამას გრეისის შესახებ უამბო. და მეტი არაფერი? კი. სხვა შემთხვევაში რაიმეს მეტყოდა. არ იცის რომ ქალთევზები ხართ. დამშვიდდეთ. დამშვიდდეთ. მისმინე კლეო. უწუხვა რომ მასე გამოვიდა. ვიცი, მაგრამ მინდა გკითხო, როგორ ხარ? არა მიშავს. ვიცი რომ ეს რთულია შენთვის, რეკისათვის და ემასთვისაც. მარა შენ გულისხმობ. კარგად ხარ? არა. არა, ცუდად ვარ. არაფერია. შეგიძლია მომიყვე. უბრალოდ დღეს შარლოტასთვის არ ვიცოდი რა მეთქვა. ძალიან ჯიუტია. დაუნდობელი. თითქმის ვიჩხუბეთ და დავშორდით. თითქმის? არ ვიცი რამდენ ხანს გავძლებ რომ ეს საიდუმლო შევინახო. გონია რომ ვატყუებ. მაგრამ ასე არ შეიძლება. უბრალოდ იდიოტი ვარ. მასთან მაინც არაფერი გამომივიდოდა. ლუის, თხოვ ნუ განიცდი. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. გმადლობ. შენთან საუბარი ყოველთვის მარტივი იყო. ჩემთვისაც. ლუის, რა? უნდა დაელაპარაკო. ხო. შევეცდები. აბა ხვალამდე. ხოლამდე. საჭირო დროს და საჭირო ადგილას მაგია ხდება.
გაიღვიძეთ ძილის კუდება სავსე მთვარე ჩავიდა და არაფერი მომხდარა. ერთხელ მაინც. ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? რომელიმე ჩვენგანს ყოველთვის რაღაც ემართებოდა. ჩვენ ხომ უტვინო ზომბებად არ გადავქცეულ ვართ. არ ვიცი შე როგორ ხარ, მაგრამ მეც მიხარია. კარგი? წავალ მოწესრიგდები. თმა, შევიკრა თუ გაშლილი მქონდეს? როგორ უფრო მიხდება? რა მოხდა გუშინ შენსა და ლუის შორის? არაფერი. რატომ მეკითხები? შარლოტა, მაპატია გუშინდელის გამო. ნანოფ? მისმინე. უნდა ვისაუბროთ. საქმე იმაშია, რომ იცი რა, მე ცოტა ნერვიულობდი, რომ კლეოსთან უფრო მეტ დროს ატარებდი. ვცდილობდი არ მაეჭვიანა, მაგრამ არ გამომდიოდა. კიდევ ვერ ვიგებდი, რატომ ურთიერთობდი რიკისთან და ემასთან. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ. ბევრი საერთო გვაქვს. საერთო? ანუ, საიდუმლოები? ჰა. ასეა. შარლოტა, შენ ისეთ ადამიანს იმსახურებ, რომელიც შენთან გულახდილი იქნებოდა. დრო მოვიდა. სიმართლე გიამბო. მე და შენ უნდა ყველაფერი კარგადაა, ლუის. ჩვენ შორის საიდუმლო აღარ არსებობს. ხვდები, რატომ გიწევდა მოგატყუებინე? დღეიდან არაფერზე იდარდო. შარლოტა, მე რაღაცას გაჩვენებ. შარლოტა? შარლოტა! შარლოტა! მაგარი არა? სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.